მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ელსაიმიგრანტოს. ძალიან მინდა რომ გრძელი ვიდეო ჩავწერო და ყველაფერზე გესაუბროთ, მაგრამ შესაბამისად ამის დრო არ მაქვს და ყველაფერზე რომ ვისაუბრო. რა თქმა უნდა, თურქეთის რესპუბლიკაში სავიზო საკითხებზე შეიძლება 2 საათიანი ვიდეოც გამომივიდეს. დღეს მინდა ჩავწერო მხოლოდ პირველად ბინადრობაზე, ანუ ილქ-ბაშურო. პირველადი ბინადრობა ნიშნავს რას? მე ვთქვათ ახალად შევედი 90 დღიანით, იმას არ აქვს მნიშვნელობა 2 წლის უკან მქონდა, 20 დღის უკან მქონდა დავასრულე ბინადრობა არ ნიშნავს. ნიშნავს ჩემი კუთვნილი ვიზით ვარ შესული თურქეთის რესპუბლიკაში და მინდა გავაკეთო ბინადრობა. ახალად ნიშნავს, როცა შედიხართ სამთვიანით და ისევ გინდათ ბინადრობა, ანუ გაგრძელება არ ქვია მას, პირველადი ბინადრობა ქვია და მიგრაციის სამსახურმა შემოიღო ესეთი კანონი, რომ პირველად ბინადრობას გავცემ მაქსიმუმ 6 თვიანს და გავცემ მხოლოდ იმ პირებზე, ვინც დასაქმდება ან კიდევ დასაქმებული არის ოჯახში, ბავშვის, მოხუცის, ავადმყოფის მომლელად. დასაქმებული პირი, ანუ იშვერენი ქვია, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, დამსაქმებელი ქვია, თქვათ მე მყავს ბავშვი, ვეძებ ძიძას, ავიყვანე პიროვნება და მე გიკეთებთ ჩალიშმაიზის, მე ვარ დამსაქმებელი, თქვენი იშვერენი. იშვერენის თანხმობა, იშვერენის მყარი შემოსავალი, იშვერენის დამსაქმებელი პირის, ანუ მაქსიმუმ 6 თვიანზე მაქვს საუბარი, როგორ უნდა მიიღოთ. იშვერენის ვალდებულების წერილი, თაუთნამე ქვია თურქულად, რომელიც დგება თქვენს და დამსაქმებელს შორის. ნოტარიუსში 2 თაუთნამე უკვე გეთდება, ერთი ვალდებულება, მეორე რომ მაქსიმუმ 6 თვიანი სამუშაო ბინადრობიდან გადაგიყვანს სამუშაო უფლებაზე. ანუ რიგი დოკუმენტები უნდა შედგეს, უნდა ჩაბარდეს მიგრაციის სამსახურში, მიგრაციის სამსახური რა თქმა უნდა ყველაფერს გააკონტროლებს, თუ სწორად ყველაფერი გაკეთებული და გარანტორია დამსაქმებელი პირი და იქ დებს ისეთ ხელშეკრულებას თქვენს და სახელმწიფოს შორის და კანონს შორის, რომ მე ამ ქალბატონს ამ ბატონს პასუხისმგებელი ვარ და ვუღებ ამ 6 თვიან ბინადრობას, რომ გადავიყვანო შემდეგ სამუშაო უფლებაზე. ეს რომ არ შეასრულოს, მას შემდეგში შეიძლება მოუწიოს დიდძალი ჯარიმა და თქვენ შეიძლება დაგემუქროთ დეპორტაცია. ამ შემთხვევაში იღება მხოლოდ ბინადრობა მაქსიმუმ 6 თვიანის, საერთოდ 6 თვიანი ბინადრობა არის საჭირო, რომ გადახვიდეთ სამუშაო უფლებაზე. რატომ მინდა და რატომ წერ ამ ვიდეოს, რომ მინდა თვალები აგეხილოთ. როცა დამსაქმებელი მარტო მე არ ვარ, ძალიან ბევრი ოფისები არის, ვინც აკეთებს საქმეს. მე ყველას ვერ გავკითხავ, ძალიან ბევრი პატიოსანი ოფისები არის და არის ისეთი ოფისები, მხოლოდ თანხის კეთებაზე არის და არ არიან დაინტერესებული შედეგებით. და რატომ ტყუდებით და ატყუებენ თქვენს დამსაქმებელს ამ პირველად ბინადრობაზე, ეხლავე გაგიმარტავ. მეორე გზაც არსებობს ბინადრობის გარეშე სამუშაო უფლების მისაღებად. როცა ურეკავთ ოფის, ანუ გეუბნებიან კი ბატონო ბინადრობას მივიღებთ და შემდეგ გადაგიყვანთ სამუშაო უფლებაზე. ამ შემთხვევაში მეორე გზას არ გეუბნებიან, მეორე გზას შემდეგში მიაგიხსნით. პირველი გზით ბინადრობას როცა აკეთებთ, დაახლოებით ავიღოთ 50 წლის ქალბატონი. 50 წლის ქალბატონზე ამ წუთას ის 2 ვალდებულება ნოტარიუსში. კერძო დაზღვევა, იცით, დაზღვევა თუ არ გაკეთდა კერძო და არ ჩაიდო დოსიაში, ისე არ განიხილება საქმე. ანუ ბინადრობისთვის ვამბობ. გადასახადები, სირბილი, იმ ოფისის მომსახურება მთლიანად 20-დან 25,000 ლირამდე მერყეობს. წეგანაც გითხარით, არამყარი დაწესებულება არის მიგრაციის სამსახური, ნერვულობა ცალკე, სტრესი ცალკე, ლოდინი ცალკე, არიცით კიმოვა ან არამოვა, იმიტომ რომ როდის რას გადაწყვიტავს მიგრაციის სამსახური არიცით, 20 და 25,000 ლირა გაქვთ დახარჯული. კი ბატონო, უმეტეს შემთხვევაში მოდის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ყველაფერი სწორედაა და გარანტორი ყავთ დამსაქმებელი,
შეიძლება 3 თვეც გავიდეს რანდევუს მოსვლამდე, 2 თვე გავიდეს კარტის მოსვლამდე, კარტა ჰოპ დაიჭირეთ ხელში, მოვიდა კარტა, 6 თვიანი მაქსიმუმ 1 თვიანი აღარ არსებობს, მოვიდა და ეგრევე უნდა გადაგიყვანოს ჩალიშმაზე. ამ შემთხვევაში ისევ იმ ოფისს თუ მიმართა, ის ოფისი ისევ ჩალიშმაზე გადასასვლელად რა თქმა უნდა ხარჯებია, იქაც დოკუმენტებია, მთელი სიტუაცია არის. იმ შემთხვევაში ისევ ჰოპ კიდევ თანხა გამოგართვა, ანუ ბინადრობიდანაც თანხა მიიღო, სამუშაო უფლებიდანაც თანხას აიღებს, მომსახურების თანხას რა თქმა უნდა. ანუ ორმაგათი ხარჯებით, ორმაგად წვალობთ და ორმაგად სტრესში ხართ, რომ მოვა ბინადრობა თუ არა, რომ აუცილებლად გადავიდე სამუშაო უფლებაზე. ამ შემთხვევაში განვიხილოთ ახლა ჩემი პასუხი, როცა მიკავშირდება და მაკავშირებს ქართველი ქალბატონი, ახლა ნებისმიერ თურქს არ ვაინტერესებ ვარ, თუ არ ეტყვით თქვენ, რომ არის ესეთი ადამიანი, ვინც აგიხსნის ზუსტად და სწორად. როცა მე დამსაქმებელი, ანუ პატრონი მიკავშირდება და მეუბნება, რომ მაგალითად ფატიმამ მომცა ნომერი, ციალამ მომცა ნომერი და მაინტერესებს თქვენი სიტუაცია, ანუ იმას სხვაგანაც აქვს გაკითხული რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი პოზიცია ინტერესებს. მე პირველ, ანუ ბინადრობასაც და ჩალიშმასაც ვუხსნი და ვეუბნები, რომ ეს მიმაჩნია აბსურდი, იმიტომ რომ ტყულა ხარჯი, ანუ 6 თვის გამო, ნერვულობის გამო, სტრესის გამო 20-25,000 ლირა უნდა დახარჯოთ და გადახვიდეთ უნდა აუცილებლად სამუშაო უფლებაზე, ეს ისეთი ბინადრობა. თავაზობ მეორე ვარიანტს პირდაპირ და ვეუბნები, რომ მე ეს თუ მე მკითხავ, მე გადავდებ გვერდზე ამას და გავაკეთოთ ასე, როგორ როცა შედიხართ 3 თვიანით, უკვე გაიცანით ოჯახი, კმაყოფილი ხართ თქვენც და პატრონიც, ვეუბნები, რომ თუ უკვე შეთანხმდით და აპირებთ ბოლომდე მუშაობას და თქვენც მოგწონთ თქვენი დასაქმებული პირი, ჩალიშანი, ანუ ქართველი ქალბატონი რა თქმა უნდა, მაშინ რიგი დოკუმენტები შევადგინოთ, სანამ ვიზა გადაგიცდებათ და მოწვევა და თელი სიტუაცია მოგაქვთ საქართველოში. ყველაფერი განხილულია რა თქმა უნდა, იქ რისკებიც არიდებულია, შემოსავლები ყველაფერი, როცა მე განვიხილავ რა თქმა უნდა საქმეს და მაქსიმუმ 10-15 დღეში მოდის პასუხი და სამუშაო უფლებით შედიხართ თურქეთში უკვე ერთწლიანი ვიზით. როცა სამუშაო უფლება გაქვს, ოთურმაიზინიც უკვე შედის შიგნით და ვიზად შედის. ხომ გამიგე? იქ ხარჯავთ ორმაგს, ნერვულობა, სტრესი. მეორე შემთხვევაში, როცა მე ვთავაზობ და ძალიან ბევრი თვითონ თურქიც ამბობს, რომ ეს არის სახელმწიფომ ორმაგად თანხა ჭამოს, ეს ერთი და ოფისმაც ორმაგად თანხა ჭამოს, ეს ორი. როცა მეორე გზას ირჩევთ, დაზღვეული ხართ ყველანაირად, წინასწარ უკვე ვიცით, უყურეთ რაშია საქმე, მიგრაციის სამსახურში, როცა დოკუმენტებს ამზადებთ ბინადრობისთვის, გიოჩიდარეს იცით, თუ გადასახადები და ყველაფერი არ ჩადებთ და არ გაგზავნეთ, ისე არ განიხილავენ დოსიას, არ გახსნიან. ხომ გამიგე, ანუ რომც გახსნან, იტყვი რომ აქ გადასახადის ფურცლები არ არის და მოგვიტანეო. და მე იხილავენ, მე კი არ გეუბნებიან რომ თანხმობას გაძლევ და მომიტანეო. მომიტანე განვიხილავ და იმის სამიხედვით გეტყვი, ხო გამიგე? სამაგიეროდ ჩალიშმაიზინზე, როცა მოგვაქვს, ვაბარებთ, მე ისევ მარტო საკონსულოში ჩამარება ხო არ არის, მე ისევ სისტემაში შევდივართ, არსად არ დარბის პატრონი იცით, ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი დავნერგეთ, ანუ ტექნოლოგია წინ წავიდა, რომ სადმე თქვენი დამსაქმებელი პატრონი არ მიდის, არ მორბის, არ გარბის, ნიშნულობა არ აქვს. ანკარაში იქნებით, ანტალიაში იქნებით, ტრაბზონში იქნებით, ნიშნულობა არ აქვს. მე და თქვენი პატრონი, ანუ კომპიუტერებთან ჯდებით, არის დამაკავშირებელი პროგრამები, შევდივართ და ვასრულებთ საქმეს. ამას ვამბობდი. სამუშაო უფლების დროს, ანუ ჩალიშმა ვაკანს აქვს ესეთი კანონი, რომ მე ჯერ თანხა არ მინდა, ანუ გადაწყვეტილებას როცა მივიღებ, მაშინ ჯერ დახარჯე ის თანხები, რაც არის თარგმნები, დამოწმებები, თქვათ, რაც საჭიროა, ისინი გამომიგზავნე და თუ დავინახავ, რომ თქვენ გეკუთვნით თქვენი სავიზო ისტორიიდან გამომდინარე ამ პატრონის, თქვათ, ის დამაკმაყოფილებები პირობებიდან გამომდინარე, როცა მე რომ გეტყვი, რომ კი ბატონო, გაძლევ ერთწლიან ჩალიშმაიზის, ამ შემთხვევაში გადამიხადე იმ ერთწლიანი ხარჯი. ხომ გამიგეთ, ეს მინდა გითხრათ და არ მოტყუდეთ, ძალიან გთხოვთ. ბევრი ოფისები მეც რა თქმა უნდა და ყველა მოგებაზია რა თქმა უნდა, მოგების გარეშე მე თუ თქვენიდან არ შემომივიდა თანხა, თუ მომსახურებიდან თანხა არ შემომივიდა, მე გადასახადები მაქვს, თქვათ კომუნალურები მაქვს, ქირის ხარჯი მაქვს, ანუ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს და შემოსავლები აქვს, ხო? თუ არ გავაკეთე, ისე ვერ ვიარსებებ, ისე ყველა ოფისები, მაგრამ
ის ოფისები, ყველა ოფისებზე არ მაქვს საუბარი, ბევრზე არ მაქვს საუბარი მე, არიან ორმაგად ორიენტირებული და ორმაგად შემოსავლის მიმღები ოფისებიდან და არც აინტერესებენ, რომ დამსაქმებელ პირს ან თქვენ სწორად გზა გიჩვენონ და სწორად წაგიყვანონ. ანუ მათ უნდათ რომ ორჯერ მოგატყუონ, რა თქმა უნდა შეიძლება საქმე შეიძლება გამოვიდეს და ორჯერ მიიღონ თქვენიდან შემოსავალი. ეს მინდოდა მე თქვა პირველად ბინადრობებზე, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეულ თქვენთაგანი.